მოგესალმებით, კოლეგებო. კიდევ ერთხელ გილოცავთ აღდგომის მყინვარული დღესასწაულს, რაღაც დაესწარით და მშვიდობა და წარმატება ჩვენს ქვეყანას. დღეს ერთი საკითხი გვაქვს განსახილველი, მე ვთხოვ ჩვენს კოლეგას, ბატონ გიორგი ბარვენაშვილს, რომ თომა წაიყვანოს, აღნიშნული საკითხი მე გამომაქვს. გისმენთ ბატონ გიორგი. მოგესალმებით, კოლეგებო. ესე იგი, დღის წესრიგში გვაქვს ერთი საკითხი. საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტი. შრომითი მიგრაციის შესახებ, საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე და უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. მოხსენებელი საქართველოს პარლამენტის წევრი შოთა ბერეკაშვილი. რამე კითხვები ხო არა გაქვთ ამასთან დაკავშირებით? მოსაზრებით. არა. ხო, დავამტკიცოთ დღის წესრიგი, არის მომხრე აღნიშნული. ალბათ. კარგით, კოლეგებო, პირველი მოსმენით დაჩქარებული წესით წარმოგიდგენს კანონპროექტს შრომითი მიგრაციის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. შრომითი მიგრაციის შესახებ კანონმდებლობაში განხორციელებულმა ცვლილებებმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა საქართველოში შრომითი მიგრაციის პროცესების რეგულირება, მართვა და აღრიცხვა. თუმცა პრაქტიკა მაჩვენა, რომ საჭიროა უფრო დიფერენცირებული მიდგომის დანერგვა შრომითი საქმიანობის ხანგრძლივობისა და სპეციფიკის მიხედვით და გარკვეული სამართლებრივი ურთიერთობების ცალკე სპეციალურ რეჟიმში მოქცევა. წარმოდგენილი ცვლილებების მთავარი მიზანია პროცესების გამარტივება და მათი ადაპტაცია თანამედროვე შრომის ბაზრის სტანდარტებთან, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მაღალი კვალიფიკაციების კადრების მოზიდვას და შედეგობრივად ბიზნეს გარემოს უფრო მოქნილს და კონკურენტუნარიანს გახდის. რაც შეეხება უშუალოდ კანონპროექტით წარმოდგენილ ცვლილებებს. პირველი, ფართოვდება იმ შრომით სამართლებრივი ურთიერთობების ჩამონათვალი, რომლებიც თავისუფლდება შრომითი მიგრაციის შესახებ კანონის მოთხოვნისგან. კერძოდ, თუ პირი საქართველოს მთავრობის წევრის წერილობითი ინიციატივის საფუძველზე გაცემული მოქმედი სპეციალური ბინადრობის ნებართვის მქონია. მეორე, თუ პირი საჯარო დაწესებულების ან სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოს სასარგებლოდ ახორციელებს საქმიანობას. თუ ადგილობრივი დასაქმებული სასარგებლოდ საქმიანობს სხვა ქვეყნიდან დისტანციურად. თუ შრომით საქმიანობას მომსახურებას უწევს არარეზიდენტ პირს და ეს უკავშირდება საქართველოს ფარგლებს გარეთ საქმიანობის განხორციელებას. თუ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშისა და აუდიტის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირველი, მეორე და მესამე კატეგორიის საწარმოებში ახორციელებს ხელმძღვანელობით, მმართველობით ან აუდიტის კომიტეტში შესაბამის საქმიანობას. მეორე კანონს ემატება მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობის განმარტება და შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზეც უცხოელს ეძლევა უფლება განახორციელოს პროფესიული საქმიანობა ბინადრობის ნებართვისა და შრომითი საქმიანობის ნებართვის გარეშე. აღნიშნული ცვლილება მხოლოდ იმ შემთხვევაში ხორციელდება, როდესაც შრომითი საქმიანობა დაკავშირებულია კონკრეტულ პროექტთან და არ იწვევს ადგილობრივ ბაზარზე ხანგრძლივ დამკვიდრებას. და მესამე, კანონპროექტთან მოკლევადიანი პროფესიების კონკრეტულ ჩამონათვალს, ვადას და კრიტერიუმებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა თავისი დადგენილებით. ხლავთ ცვლილებები აღნიშნულ კანონპროექტში, თუ რამე კითხვები გვაქვს, დათვარ? კოლეგებო, რამე კითხვები შენიშვნები ხომ არ აქვს? აი მე მაქვს რეკომენდაციის სახით ორი საკითხი. რაც ძალიან ლოგიკურია და არწმუნებული ვარ გაიზიარეთ. პირველი, მიზანშეწონილია კანონით განსაზღვრულ შრომით სამართლებრივი ურთიერთობების ჩამონათვალს, რომლებიც თავისუფლდება ამ კანონის მოთხოვნებისგან, დაემატოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის საკონსერვაციო, სარესტავრაციო ან და სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებული საქმიანობა. მეორე, მიზანშეწონილია კანონით გათვალისწინებულ შრომითი იმიგრანტისთვის შრომითი საქმიანობის უფლების გაცემაზე უარის თქმის საფუძვლებს დაემატოს შემთხვევა, როდესაც შრომით იმიგრანტს არ აქვს წარდგენილი საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი დოკუმენტაცია. მადლობა. ბატონო, გასაგებია გავითვალისწინებთ აღნიშნულ მოსაზრებას და დაემატება აღნიშნულ კანონპროექტის ცვლილებას და
თუ შეიძლება კითხვა მაქვს ორი. პირველი კითხვა ესეთი არის, ეს რამდენად ეხება მხოლოდ სახელმწიფო საჯარო დაწესებულებებს და აქ წერია, რომ სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებს. ანუ რამდენად ეხება იგივე რეგულაცია კერძო სექტორს. ეს კითხვა მაქვს. ერთი და მეორე კითხვა არის შემდეგი კონკრეტულ პროექტებზე საუბრობ და ვადები თუ არის განსაზღვრული ამ შემთხვევაში ეს კონკრეტული პროექტი რა ხანგრძლივობის შეიძლება იყოს. კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ გამონაკლისი ეხება საწარმოებს, რომელშიც სახელმწიფოს აქვს წილობრივი მონაწილეობა და ამ შემთხვევაში მათ გამონაკლისში ხდება, რაც შეეხება კერძო სექტორს, შემთხვევაში ჩვენ შემოგვაქვს ცნება მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობა, ეს რას ნიშნავს, როდესაც კერძო სექტორს მაგალითად აქვს კონკრეტული პროექტი, ჭირდება კონკრეტული პროექტის განხორციელება და აღნიშნული პროექტის ფარგლებში აუცილებელია შრომითი მიგრანტის შემოყვანა, ამ შემთხვევაში აქაც გამარტივებული წესით მივდივართ, თუმცა ამ მოკლევადიან პროფესიული საქმიანობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. და ასე რომ ვთქვათ, კრიტერიუმები კონკრეტულ სექტორებს, სადაც არის საშუალება გამარტივებული წესით მოხდეს კონკრეტული შრომითი მიგრანტის შემოყვანა. და კიდევ ერთხელ აღნიშნული კანონ პროექტში ცვლილებების მიზანია, რომ ბიზნესისთვის პროცესები გამარტივდეს, არ გადავიდეთ ბიუროკრატიაში და ხელი შეუწყოთ ბიზნესს იმისთვის, რომ ბიზნესმა შეძლოს ეკონომიკის ძის კიდევ უფრო განასახება. ეს არის მიზანი აღნიშნული ცვლილებების. აი ვადებზეც ვადებთან დაკავშირებით კონკრეტულ როგორც აქ არის აღნიშნული კონკრეტულ პროექტებს გააჩნიათ ვადა, განხორციელების ვადა, მაგალითად თუ საქმე ეხება ენერგეტიკის პროექტებს, მაგალითად ქარის ენერგიის პროექტის განხორციელების შემთხვევაში იქ არის კონკრეტული პროექტის განხორციელების ვადა და ამ განხორციელების ვადის შესაბამისად იქნება გაცემული აღნიშნული ნებართვა. და ეს პირდაპირ კავშირშია იმას პროექტთან, პროექტის დასრულების შემდეგ აღნიშნული მიგრანტი დაბრუნდება საკუთარ ქვეყანაში, ასე რომ ვთქვათ. შეიძლება ეს ხომ შეიცავს, ზოგადად საინტერესო ინიციატივაა, მაგრამ ხوار შეიცავს რისკებს, რომ ეს უცხოელები შევიდნენ კონკურენციაში ადგილობრივ. ხო, ეხლა პირველ რიგში აღნიშნული კანონ პროექტის იმთავიდვე მიზანი იყო, რომ ჩვენ მქონოდა რეგულაცია პირველი, ჩვენ მქონდა შესაძლებლობა რომ აგვერიცხა რა მიმართულებით სადა გვაქვს ჭარბი მიწოდება შრომით ბაზარზე და სადა გვაქვს დეფიციტი და სწორი მენეჯმენტით და სწორი ინფორმაციით ჩვენ ზუსტად გვეცოდინება რა სექტორებში გვაქვს დეფიციტი, რა სექტორებში ჭარბი მიწოდება და იმ სექტორებში სადაც ჭარბი მიწოდება ჩვენ ვიქნებით კარცრი რომ იქ ჩაიკეტოს შრომითი მიგრაცია, ხოლო იმ სექტორებში სადაც დეფიციტია და ასეთ შემთხვევაში ხშირია დეფიციტი ისეთ პროფესიებში, სადაც კვალიფიკაციის დონე სჭირდება სექტორს მაღალი. ამ შემთხვევაში ხდება შრომითი მიგრანტის შემოყვანა და ამის მიზანი არის ორი. ერთი რომ არ მოხდეს დეფიციტი შრომით ბაზარზე და არ გამოიწვიოს ამან შესაბამისად ანაზღეურებას არა შედეგობრივის და რომელიც არ უკავშირდება პროდუქტიულობის და ეკავშირდება იმას რომ დეფიციტია ბაზარზე და ეს იწვევს ხელფასების ზდას, რომელსაც ინფლაციური წნეხია, ეს რო არ მოხდეს და მეორე ხდება ასევე მაღალკვალიფიციური შრომის გაზიარება. ამ შემთხვევაში აქ კონკურენცია დადებითად მუშაობს და ჩვენი შრომითი რესურსი საშუალება აქვს რომ ისწავლოს და განვითარდეს და უფრო კონკურენტულარიანი გახდეს და საბოლოო ჯამში ჩვენი მიზანი არის რომ სწორად გვეხსოვდეს სადა გვაქვს დეფიციტი, იმ მიმართულებით სადაც დეფიციტი გვაქვს, ჩვენ მოვამზადებთ საკუთარ კადრებს და გრძელვადიან პერსპექტივაში გსურს რომ ადგილობრივი შრომითი ბაზარი მაქსიმალურად ავითვისოთ და ის პარადოქსი რომელიც დღეს ბაზარზე არსებობს რეთიფხრივ მუშაობაში ადგეთ 13% და მეორე შემთხვევაში ბიზნესი ვერაკმაყოფილებს ბიზნესი კადრებით არ არის უზრუნველყოფილი, ეს პარადოქსი რომ გაქრეს ბაზარზე, შრომითი ბაზარი დაბალანსდეს და საბოლოო ჯამში მივიღოთ ის მოცემულობა, როდესაც ქვეყანა სრულყოფილად იყენებს საკუთარ შრომით რესურსს. ეს არის აღნიშნული კანონ პროექტის მიზანი. იმთავით. ხო. ეხლა მეორე ნაწილია გვაქვს კიდევ ეს გახლავთ
უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტით პირველი შრომითი ბინადრობის ნებართვის გასცემა შესაძლებელი იქნება იმ პირებზეც, რომლებზეც არ ვრცელდება შრომითი მიგრაციის შესახებ საქართველოს კანონის მოქმედება. აღნიშნული ნებართვის მისაღებად შესაბამისმა პირმა უნდა წარმოადგინოს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული დოკუმენტაცია და მეორე გახლავთაც რომ ზუსტება რომ სააგენტოს სახელმწიფო სერვისები ბინადრობის ნებართვის საკითხის განხილვისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან ინფორმაციის მიღება გარდა წერილობითი ფორმისა შეიძლება აგრეთვე ელექტრონულად. ეს გახლავთ ცვლილება. თუ აქაც რამე კითხვები გვაქვს დადვარ. მაშინ უყაროთ კენჭი. მადლობთ კოლეგებო, დღეს კომიტეტის ცნობა დასრულებულია. წარმატებულ დღეს გისურვებთ.